დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 180-ზე მეტ ადმინისტრაციასთან ერთად საბაჟო საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის. მისი თქმით, მათი შრომა სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ამასთან ერთად მადლობას გიხდით ამ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქვენგანი ემსახურებით. თქვენი შრომა ხშირად შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, ევროპისა და აზიის საჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველოს საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელი სამქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველოს თავაზობს. ჩვენი მიზანია საქართველოს ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და ჩვენს პარტნიორებსაც. ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის შქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში. დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ღალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად. საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე აზიის განვითარების ბანკის ხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წლევანდელი გზავნილი საბაჟო საზოგადოების დაცვის დარაჯოზე ზუსტად ასახავს საბაჟო ადმინისტრაციის თანამედროვე მიდგომებს. საბაჟო დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ტვირთების აღრიცხვის და იმპორტის გადასახადის ადმინისტრირების ორგანო. მისი როლი მრავალმხრივია და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობას. დღეს საბაჟოს მისიაა აჩვენოს საზოგადოებას, რომ ძლიერი და სათანადოდ აღჭურვილი საბაჟო ორგანოები აუცილებელია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. საბაჟოს მანდატი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკანონო იარაღის, ნარკოტიკული საშუალებების, არალეგალური ფინანსური ნაკადების თუ სხვა აკრძალული საქონლის გადაადგილების აღკვეთით. ის ასევე მოიცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობის დაცვას და გარემოზე ზრუნვას. ამავდროულად ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოების ეფექტური დაცვა მოითხოვს ერთიან და კოორდინირებულ მოქმედებებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს ოპერატორებთან, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. ეს პარტნიორობა ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას გლობალური მიწოდებების ჯაჭვის უსაფრთხოებისათვის. ამ კონტექსტში მსხურს ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ჩვენ სამართალდამცავ უწყებებსა და საბაჟოს შორის კოორდინირებულ მუშაობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომელიც გამოვლენილი იქნა სწორედ მებაჟე ოფიცრებისა და პოლიციელთა მიერ, რისთვისაც მათ განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. NCTS, ეგრეთ წოდებული NCTS-ი, ეს არის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რომლის საშუალებითაც საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილ ერთი საბაჟო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით შესაძლებელია ტვირთების გადაზიდვა 39 ქვეყანაში შეფერხების გარეშე. ასევე აღსანიშნავია ინიციირება, რომელიც მოხდა 2025 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთთან საზღვრებზე აშენდება ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტი.
ყველა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამარტივებს საბაჟო პროცედურებს და ზრდის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ზრდის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანაა დღეს როგორც საერთაშორისო ტვირთბრუნვის გაზრდა, ასევე წახალისებული იქნას ადგილობრივი წარმოება და ექსპორტი. სწორედ ამ გამარტივებული პროცედურების შესაბამისად 400-დანზე მეტი დეკლარაცია იქნა წარდგენილი საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 11 მილიარდ 480 მილიონ ლარზე მეტი, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელი.